გამარჯობა. მე სალომე ვარ, ალბათ მიცნობთ wishlist-დან, wishlist-ის დამფუძნებელი ვარ და ასევე ძალიან ბევრი თქვენგანი მიცნობს როგორც ლაივის გოგო. და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი დეფიციტია ზოგადად მშობლებზე მორგებული YouTube სივრცის, რომლებიც საბავშვო პროდუქციაზე მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, საინტერესო ფაქტებს, სახალისო ინფორმაციას მათ შორის და ზოგადად ამ მიმართულებას მიმოიხილავს. ამიტომ გადავწყვიტე, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა უკვე ამ სფეროში, გავაკეთო პოდკასტი, რომელიც კონკრეტულად ორიენტირებულია საბავშვო პროდუქციაზე, მშობლებზე და ასევე ნებისმიერ საკითხზე, რაც ბავშვს ეხება. დღევანდელ ვიდეოს დავიწყებ ავტოსავარძლების შესახებ საინტერესო ფაქტებით, თუმცა შემდეგ ვიდეოებში ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი გვეყოლება, როგორც გამოჩენილი დედიკოები, რომელსაც YouTube სივრცე იცნობს და არა მხოლოდ YouTube აუდიტორია, არამედ TikTok აუდიტორია, Facebook აუდიტორია, Instagram აუდიტორია და ასე შემდეგ. ასევე გვეყოლებიან პედიატრები, რომლებსაც განსაკუთრებული ცოდნა აქვთ ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენაც. ასევე ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ გაგვიზიარებთ თქვენს კომენტარებს. რა მოგეწონათ, რას ისურვებდით რომ გენახათ ჩემს შემდეგ ვიდეოებში, ვის ისურვებდით რომ გენახათ, რა სფეროზე ისურვებდით მიმოხილვათ. მოდით დავიწყოთ. საინტერესოა თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ავტოსავარძლების შესახებ, ეს დაგვიკომენტარეთ, რა იცოდით, რა ტექნიკურ ინფორმაციას ფლობდით. ხართ თუ არა მომხმარებელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ავტოსავარძლის ქარსითის. და მე დავიწყებ ზოგადად ქარსითების ისტორიით. ავტოსავარძელი პირველად, როგორც ესეთი, გამოყენებაში შევიდა 1930-იან წლებში, იმიტომ რომ ავტოინდუსტრია უკვე დაახლოებით 30 წლის მანძილზე ვითარდებოდა და უკვე საჭირო იყო ბავშვების დაცვაზე ფიქრი და მშობლებიც უკვე ქალბატონებიც აქტიურად ჩაერთნენ, ასე ვთქვათ, ცხოველობაში. და სჭირდებოდათ ბავშვებისთვის რაიმე განსაკუთრებული უსაფრთხო საშუალება გადაადგილებისას. ძალიან საინტერესო ფოტოებს წავაწყდი თუ როგორ გამოიყურებოდა პირველი ავტოსავარძელი, თუმცა ეს ავტოსავარძელი ვერანაირად ვერ იქნება. იყო ზოგადად ბალიშების ტიპის ესეთი ჩასაფენი და აი ზუსტად ასეთი კამერით მაგრდებოდა სამწუხაროდ წინა სავარძელზე და რა თქმა უნდა არ იყო სრულიად უსაფრთხო. მე უკვე შემოდის ფოტოებში ესეთი ძალიან საინტერესო ნივთი, რომელიც არის ბავშვის გალია, აქ კარგად გამოჩნდება და ეს გალია კუბი რკინების მეშვეობით იყო დამაგრებული ისევ და ისევ წინა სავარძელზე მძღოლის გვერდით, რაც ასევე არ იყო უსაფრთხო. ასევე ხვდებით სხვადასხვა ტიპის ჰამაკებს, რომელიც ასევე მანქანაში იყო სრულიად არაუსაფრთხოდ დამაგრებული და მერე წლების მანძილზე 40-იან წლებში დაახლოებით უკვე ხვდებით აი ასეთი ტიპის მოწყობილობებს, რომელიც ასევე აქ გამოჩნდება და ძალიან საინტერესოდ გამოიყურება დამეთანხმებით. 50-იან წლებში უკვე ხვდებით აი მსგავსი ტიპის რკინის მოწყობილობას, რომელიც ასევე აქ გამოჩნდება, თუმცა არც ერთი რეალურად ავტოსავარძლის როგორც უსაფრთხოების ფუნქციას არ ასრულებდა და ძირითადად ორიენტირებული იყო ბავშვის დამაგრებაზე ამ შემთხვევაში. დამეთანხმებით, რომ 50-იან წლებში იმდენად ინტენსიური არ იყო, ასე ვთქვათ, ავტომანქანების გადაადგილება და უკვე 60-იან წლებს უახლოვდებით, როცა ძალიან გაიზარდა ავტოპარკი, უფრო ინტენსიური გახდა მოძრაობაც ზოგადად სოფლიოს ქუჩებში და პირველი მერცხალი გამოჩნდა, რომელმაც შექმნა უკვე რეალური ავტოსავარძელი ქარსითი და ეს გახდათ კომპანია Brigtaxi, რომელმაც ზუსტად 1966 წელს შექმნა პირველი ავტოსავარძელი, რომელსაც აი ახლა თქვენ აქ ხედავთ. მას მერე მიყვნენ კომპანიები სხვათა შორის და ნელ-ნელა უფრო და უფრო დახვეწილი, უფრო და უფრო უსაფრთხო ხდებოდა ავტოსავარძელი, თუმცა რეალურად ავტოსავარძლის პირვანდელი იერსახე და ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და აი აქ ხედავთ ერთ-ერთ პირველ მერცხლებს ავტოსავარძლების წარმოების სფეროში და რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ავტოსავარძლებზე, არ შეიძლება რომ არ დავასახელოთ გრაკოს მოდელი,
და გრაკომ ავტოსავარძლების წარმოება დაიწყო 1980-იან წლებში და აი ასე გამოიყურებოდა გრაკოს პირველი ავტოსავარძელი. ზოგადად გრაკო ცნობილია როგორც პირველი შეზლონგის შემქმნელი, ანუ შეზლონგიც იცით რა არის, ამას მე აუცილებლად ცალკე პოდკასტსაც დავუთმობ და უკვე 60-იან წლებში დაიწყო გრაკომ არსებობა და 80-იან წლებში უკვე შემოგთავაზა პირველი ავტოსავარძელი, რომელიც აი ასე გამოიყურებოდა. დღესდღეობით ლიდერები ამ სფეროში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გრაკოც არის, რა თქმა უნდა, მათ შორის ბრაიტაქსი, მაქსიკოზი. მოდით ახლა ვისაუბროთ ზოგადად ავტოსავარძლების აუცილებლობაზე, რადგან სამწუხაროდ საქართველოში დღევანდელ დღეს ჯერ კიდევ ისმის კითხვა რეალურად რაში გვჭირდება ავტოსავარძელი სამწუხაროდ. აქ ძალიან გთხოვთ დაგვიკომენტაროთ თქვენი აზრი და რას ფიქრობთ იმ მშობლებზე, რომლებსაც პატარა სამშობიაროდან გამოყავთ რაღაცა გაურკვეველი წარმოშობის და წარმონაქმნს ვეძახი მე მაპატიეთ ყველასთან, რაღაც დაწნული კალათით, რომელიც არანაირად არ არის ავტოსავარძელი, იდეალურია ფოტოების გადასაღებად, თუმცა აბსოლუტურად ვერანაირად ვერ ასრულებს უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, დაცვის საშუალებას. ამიტომ აქაც გვაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად თვლით, რომ აუცილებელი არის ავტოსავარძელი. მოდით მე ჩემს აზრს გეტყვით, რად გვიწერენ მშობლები, რომ აი მე ბავშვი გავზარდე ქარსითის გარეშე და ამით რა დაშავდა. რომ აი დედა ჩემი რო კალთაში მისმეოდა და ისე გადავყავდი, ამით რა დაშავდა. ძალიან ბევრი მსგავსი კომენტარი შემოდის სამწუხაროდ და მე რეალურად დღევანდელ პოდკასტში მინდა ამ კომენტარებსაც შევეხო. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი სტატისტიკა, ეს არის ყველაფერი ციფრები ამ შემთხვევაში და არის ასევე ალბათობის თეორიაც შემოდის და შემოდის რისკი. ჩვენ როგორც მშობლები, რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ ბავშვები დავიცვათ ყველანაირი რისკ ფაქტორისგან. მაგალითის სახით აუშვათ მეთვალყურეებს, მუდმივად ყავს მეთვალყურეობის ქვეშ, საწოლშიც კი როცა ვაძინებთ, გვაქვს ასე ვთქვათ ყოველთვის წვდომა, როგორც ძინავს კამერის ან პირდაპირ ვიზუალური, ასე ვთქვათ მეთვალყურეობის საშუალებით. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყოველ შემთხვევაში თუ თვალყური არ მივადევნეთ, რამე დაემართება მას ძილისას, ხო? არა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივად ნებისმიერი რისკების ელიმინაცია, რამაც შეიძლება ბავშვის დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ეს არის ავტოსავარძელი. ჩვენ ბავშვს ვაზღვევთ შესაძლო რისკებისგან. რა თქმა უნდა, არავინ არ არის დაცული მით უმეტეს დღევანდელ დღეს რაიმე ტიპის ავტო ავარიისგან. ანუ აქ არ არის საუბარი, რომ ასევე გვხვდება მე კარგი მძღოლი ვარ, ჩემ ბავშვს არაფერი არ მოუვა. რა თქმა უნდა, კარგი მძღოლები ვართ ჩვენც, თქვენც, თუმცა არავინ არ არის დაზღვეული ცუდი მძღოლის ინტერაქციისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის დაზიანება. ან ვიღაც დაგეჯახოთ გვერდიდან, უკნიდან და ამ დროს ბავშვი არის ავტოსავარძლის გარეშე და არის სრულიად დაუცველი. ასევე რაც შეეხება ჩვენი მშობლების თაობას, მათ პერიოდში პარკით ავტომანქანების რაოდენობა, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები იყო. ასევე გადაადგილების სიჩქარეც იყო ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე არის დღესდღეობით და ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ნაკლებ რისკ ფაქტორს ქმნიდა იმისთვის, რომ ბავშვს რაიმე მოსვლო და ავტომანქანით გზავრობისას და დღევანდელ ეს ინტენსიური მოძრაობის ფონზე, როდესაც უამრავი უკვე ავტომანქანა დადის გზაში, სიჩქარე ბევრად უფრო გაზრდილია გადაადგილების და ყოველთვის თავი დავანებოთ თქვენ რო საჭესთან ზიხართ, ანუ ბავშვი სად არის ამ დროს, ხო? ბავშვი ხო მარტო ამ შემთხვევაში და რაღაცაში ხომ და ისდეს რაშიც იქნება დაცული. მაგრამ თუნდაც როდესაც თქვენ უზიხართ გვერდით, კალთა აღარ არის უკვე ის, ასე ვთქვათ, დაცვის საშუალება, რაც შეიძლება მშობელმა მისი ბავშვისთვის გააკეთოს და აარიდოს რისკები. სამწუხაროდ საქართველოში დღესაც კი სტატისტიკა ძალიან ცუდია ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდია ევროპის ქვეყნებს შორის და ანუ აქ გაეცნობით სტატისტიკას ბავშვთა, ანუ არასრულწლოვანთა დაზიანებების შესახებ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არასათანადო ასე ვთქვათ, საშუალებით გადაყვანის გამო იქმნება. შესაბამისად, ყველა ჩვენც და ნებისმიერ მშობელიც ვალდებულია, რომ იზრუნოს პატარას უსაფრთხო გადაადგილებაზე, რომ ეს რისკები აარიდოს. ზოგადად ავტოსავარძლების ჯგუფების შესახებაც აუცილებლად ცალკე ჩავწერ ვიდეოს და გაგაცნობთ თუ რა ასაკის ბავშვისთვის
რა ტიპის ავტოსავარძელი არის შესაბამისი და როგორ უნდა გამოიყენოთ ესა თუ ის ავტოსავარძელი. შეიძლება დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი ავტოსავარძლების შესახებ და ხართ თუ არა ავტოსავარძლის მომხმარებელი, კიდევ ერთხელ იქნება ჩემი თხოვნა და ასევე დაგვიკომენტარეთ თუ რა ტიპის ვიდეოს ნახვას ისურვებდით. შემდეგ ვიდეოში მე ვიყავი სალომე, ესეთი ორიგინალური გარემოდან, ორიგინალური პოდკასტით. დროებით.